დღეს პარაშათ ბეალოთე ხაზი ვილაპარაკებთ, რასაც შევძლებთ, რამდენსაც მოვასწრებთ, მაინც მადლობა ღმერთს და ყველას დიდი მადლობა ამ თელ ხელშეწყობისთვის. ვაიდაბერ Hashem el Moshe lemor, daber el Aaron ve'amarta elav ve'alotecha et hanerot, el mul pene amenora yairu shivat hanerot. Zaura ubzan aupalma moachser Moshe samnairat. ელაპარაკე აარონსა და ეგრეთ მოახსენე მას. შინად როცა რომ მოიტან შენ სამთლებსა შენსა მარტებით პირსა მენორისას გააშუქოს იმას შვიდმა სანტელმა. ეს პარაშა დაკავშირებული არის, გაგრძელება არის პარაშად ნესიმის, რომელიც წავიკითხეთ პარაშად ნასოში. მიშკანის მშენებლობა მიდის, დამთავრდა დასრულდა ყველაფერი. და პრეზიდენტებმა რომ დაინახეს ყველაფერი თელი მშენებლობა აწყობილი ატიდო თელი მიშკანი დალაგებულად ყველაფერი ერთმანეთს ეუბნებიან მოდით ღმერთს მივართვათ ჩვენი რაღაცნაირად საჩუქრად ვაჩუქოთ რამე გამჩენის სამსახურს და გადაწყვეტენ რომ მოიტანონ კორბანოთები და იქ არის ჩამოწერილი რა მოიტანა თითო შებეტმა ვაია მაკრივ ვაიომარი შონა შონ ბენ ამინადა შებეტ იეუდა და იყო პირველი კორბნის მამტანი ნახშონ ბენ ამინადაბის შებეტ იეუდადან და ასე შემდეგ თელი შებატიმები ყველანი კორბნებით საჩუქრებით ეტლებით ხარებით ხარი აჩუქენ გამჩენს მიშკანის სამსახურისთვის იქ არის რაოდენობა ჩამოწერილი გამოიტანა თითო ერთმა საჩუქრად ოქროულად ეს არის ყოვზები ჩანები სოცხალი პირუტყვი გამჩნდა მისატანად კორბნად ან სოცხალი არსებება რომელიც რომ გამჩნდეს საფუროს შემდეგში ეს არის ხარი რომელიც რომ ამ შებატიმებმა შეერთდნენ და ეტლებით და ფაიტონებით შემოიტანენ ეს გამჩენის სამსახურისთვის საჩუქრად მიშკანისთვის დაფიქრდა არონმა დაინგრა თავის თავს ეუნება ამ ხელა დიდი ცერემონია ტარდება მიშკანი აშენდა ყველა თითო შებეტების ტომების უფროსებმა ნესიმებმა საჩუქრები მოიტანენ მაგრამ ჩემთან კაც არ გაუზარები აზრი კაცი არ მოსულა ჩემთვის არ უთქვია მოდი თქვენ აარონ შებეტ ლევის ტომის უფროსო ბელადო სათავეში მდგომო თქვენი შებეტის სახელით რას მოიტანთ რა საჩუქრებთ გამჩენს ან თუ ამათმა კი მოიტანენ მიართვენ გამჩენს კორბანოთები ეს კორბანი მე ხონდა დავკლა როგორც ხოენ გადოლი არონმა რატო არ მოდის გამჩენიდან დავალება რომ რატო არ წერია რატო არ დაიწერა ვაია მაკრივ ნახშონ ბერყამინადავ ვაია კრივა არონე კორბან ნახშონმა მოიტანა თავის ზღვენი საჩუქარი მაგრამ დაიყო იგი დამკვლელი მომსახურე რომელმაც მიართვა ეს ზღვენი გამჩენს აარონი არც ზღვენის საჩუქრების მოტანაში გასაზრებაში არ ვიყავი და არც დაკლის პროცესში მონაწილედ არ მიმიღო გამჩენმა აი თუ ჩემი ცოდო რომ ეყეგელის ამბავს დევეხმარე აი თუ ეს მიდგია მე და ეს არის ჩემთვის ფეხსაკრავად რომ მე უკვე წამოვიკერი და ღმერთს არ უყვარვარ და არაფრად არ მივიგდება გამჩენი უყურებს არონის ჩანაფიქრებს გულგატეხილი კაცი დამგარია გვერდზე ხოენ გადოლი ამდენი კორბანოთები მოდის ზღვენი შემოდის შეწირულობა მიიღო მიშკანმა მაგრამ არონი არაფერში არ არის გამჩენი ეუნება და მოახსენებს მოშეს და ბერელა არონ გადაეცი არონსაო ბეაყალოთეხა ეტანეროთ იცოდე შვილო შენი კორბანი ყველაზე მაგარი კორბანი არის იმიტომ ალა არის არ დაიკლება არც ერთი კორბანი არ დაიწყება არც ერთი პროცესი მუშაობის მიშკანში სანამდეც რომ ხოენ გადოლი გამჩენს არ მიართვევდა თავის ზღვეს რომელიც არის მიხათხავითი ყოველ დღე და დღე ხოენ გადოლს მოაქონდა მისი ზღვენი გამჩენთან რა ზღვენი არის ეს ზღვენი რო ვიცოდეთ მაინც ხოენი რომელიც რომ
იწყებს ხილუხ ქეუნა ახალგაზრდა ჭაბუკები ქოენების პირველად მუშაობას რო იწყებენ გამჩენის წინაშე ევალდებულებოდა ყველა ქოენს მიხათ ხავიტინის მოტანა ზღვენი რომელიც რომ იყო ჩასხული გამჩენთან მორთმეული ნამცხვრის სახით და ამით უნდა შემოსულიყო გამჩენის წინაშე პირველი მის სამსახური ამით უნდა დაეწყო მაგრამ მარტო ერთი ქოენი იყო რომელიც რომ ყოველ დღე და დღე ევალდებულებოდა მეტანა ის ყორბანი ის ზღვენი რომელიც რომ ევალდებულება საერთოდ მარტო დამწყებ ქოენს პირველ მუშაობის დღეს და ეს არის გარკვეულად ქოენ გადოლი ქოენ გადოლ ყოველ დღე და დღე თუ გინდა დღეს იწყებს პირველ მუშაობას გამჩენთან ამიერიდან არ უმუშავნია უნდა მეტანა ყოველ დღე მიხათავითინი შენ არონ როცა რომ ამინხას მოიტან ამ ძღვერს და ამ ძღვერის შემდეგ იწყება მთელი პროცესი კორბანოთების მაშინ იწყება სანთლის სანთება მოიტანდა ამას ქოენი მერე სანთელს დაანთებდა მერე დაიწყებდა კორბლების დაკლას მერე დაიწყებდა გააგრძელებდა დანარჩენ სამსახურს სანამდეც ქოენ გადოლი გამჩენ არ იმსახურებოდა სანამდეც თავის ძღვენს არ შემოიტანდა სანამდეც სანთლებს არ დაანთებდა აკრძალული იყო რაიმე მუშაობა გამჩენი ეუნება არონა ქოენს რაში მინდა ვინმე მოტანილი შენ თუ არა განდანთებული შენი სანთელიო ჩანს რომ შენ ახარ ყველაფერი შენით იწყება მუშაობა შენი დანთებული სანთლით გრძელდება მთელი პროცესი უშენოდ კაცი ვერ დაკლავს ვერაფერს ასე რომ შენი სანთლების ანთება მეტი არის ჩემთვის ვიდრე სხვების მოტანილი კორბანი გული არ გაიწეხო არა მარტო ეს შვილო არონ რო დადგება იცოდე ეს არის მეორე ბაითის დროს მეორე სახლის დროს ხაშმონაიმების დროს როცა რომ ხანუკის სასწაული მოხდა შენ წელიდან გამოსული შვილები ისეთ სასწაულობას მოახდენენ თელ საისრაელოს სანთლებზე დაამადლიანებენ ხანუკის 8 სანთელი რომელიც რომ დაითება ეს ბეთამიგდაშის ყორბანი დროებით არის იმიტომ ბაითი გაუხრდება მაგრამ შენი დანთებული სანთლები ხანუკაში შემოტანილი პროცესი დაწესებული 8 სანთელი მუდმივად მასიახამდე და მერეც არ გაბატილდება ამიტომ შენი სანთლები არის მეტი წინდაღენებული შენმა სანთლება აჯობა ყველაფერნაირად დანარჩენ მოტანილ კორბანოთებს ჩვენ სიტყვებიდან გამომდინარე თუ დაუკვირდებით კარგად დერას ვამბობ პირველი რომ შენ არონ ეხლა როცა რომ ეს კორბანოთები მოგაქვს ამ კორბანოთებში რაც რომ მოიტანეს ამათმა არაფერი ვარგია უშენოდ შენ თუ სანთელს არ დაანთებ მუშაობა იწყება შენ ახარ ის შიბერი სადაც რომ შენით დაიწყება შენით ფარდება შენ ახარ ყველაფერი მეორე არა მარტო ბეთამიგდაშის დროს კორბანოთები არის მარტო ბაითის დროს ბაითი გაუხდება კორბანოთები დროებით გაბატალდება მაგრამ შენი შვილები ხაშმონაიმები ხანუკის სანთლებს ჩუქნის საისრაელოს რომელიც ეს კანდილი არასოდეს არ ჩაქრება ჩანს რომ შენი სანთლები ბაითის დროს და შემდეგ არასოდეს არ ჩამქრალა შენმა სანთლება აჯობა მოტანილი დანარჩენ კორბანოთებს მაგრამ მორავი რაბოთაი ეს არ არის მარტო ბაითზე ლაპარაკი კი სანთლებს რო ანთებ გამჩენის წინაშე მაგრამ ბაითი რო არ არის დღეს ჩვენ როგორ ვანთებთ სანთლებს გამჩენის წინაშე რა უნდა იყოს იმ სანთლის ნაცვლად რომელიც რომ იყო ბაითის დროს რომ შუქებდა გამჩენს ბეთამიგდაშში აი ორი რაღაცა მენორა რო აიღოთ სიტყვა მენორა შემსებულად მემნუნ რეშ ეი
გემატრია გამოდის 702. შემსებულად ლაპარაკობ, შეამსეთ ჩიგნით ბუკვები 702 გემატრია შაბათი. შაბათ შინ ბეთ თაფ 300 2 400 702. ქალები როცა რომანთებენ შაბათის სანთლებს იცოდე რომ როგორც ბეთამიგდაში აშუქებდა ის სანთლები ანთებული ქოენ გადოლის ეგრეთ აშუქებს ქალის დანთებული სანთელი პარასკეობითაო ბეაღალოთ ხაეტანეროთ არონ როცა რომ ტაძარში ბეთამიგდაში შენ სანთლებს დანთებდი ის დანთებული 7 სანთელი შენი აშუქებდა მაღლისკენაო ის 7 სანთელი მოქმედობდა რომ 7 დღე დალოცვილი იყო თელი კვირის განმავლობაში 7 ვარსკვლავები რომელიც არის შატსამხანქალი ვერაშეთებოდ შაბთაის ცედეკი მადინი ხამა ბეხულე ნოგალევანა ყველა მაზალოთები რომელიც არის 7 ვარსკვლავი სულ ყველა გიშუქებს ისრაელო მაღლიდან დანთებული დაბლიდან სანთლები ბაითის მოქმედობდა ამას დაბლიდან თქვენ დანთებთ მეც მაღლიდან გიშუქებთ გამჩენით ზანეცო გაოხრდა ბაითი მაგრამ ქალი როცა რომ პარასკევს სანთელს შაბათის საბადისემოთ იცოდეს რომ ხელები უნდა განშალოს ილოცოს გამჩენის წინაშე რომ დელოცოს ოჯახი დელოცოს ქმარშვილი ლოცოს ბედი მაზალი ფარნასა დოლათი სიკეთე შვილების ხაიბების გასნან ამატყობებისთვის კაი ჯანმრთელობა ქალი როცა ლოცვილობს ამას ხობს გამჩენს იცოდეს რომ ისი 7 სანთელი ადის გამჩენთან აშუქეს დამაღლიდან ბრუნდება ბარაკა გამჩენიდან იმიტომ ამბობს 7 სანთელი კაბალით ყველაზე მაგარია 7 სანთელი ასე წერა შრაგადოში ქალებს ყველა მისის ევალდებულება 2 სანთის ანთება. და მე გეტყვით, მოკლედ ვიტყვი ამ პროცესს. 2 სანთელი ვალდებულობა არის. დაქორწილა ქალი ქმარი იყოლა, ხო? იმან 1 სანთელი უნდა დავუმატოს 3 სანთელია. მე ვამბობ ვალდებულობაზე. მერე გადავა რა არის უკეთესი. ვალდებულობა არის ქალ 2 სანთელი ეკუთვნის, დაქორწილა ქმარი ყავს, კიდე 1 სანთელი 3 არის. შვილი იყოლა ან ქალი შვილი კიდე 1 სანთელი. რამდენი სული გემატება კიდე სანთელი. ეს არის მიღებული ტრადიციულად. ხოლოდ კაბალიდან იცოდეთ, უკეთესია 7 სანთელი. 7 სანთელი ანთებს ხალი. ბასისი, basic როიტყვიან 7 სანთელი. და მე თუ სულები დგებათა ოჯახში, და ამაზე კიდევ უმატებ დამატებით, რაც უკეთესი. მაგრამ უნდა იყოს ბასისი, დასაწყისი, ვალდებულობა 7 სანთელი. რატომ 7 სანთელი? თითო დღესზე სანთელი. და შენ ამას რო ანთებ ქალო პარასკევ. შენ რო დადგები და გამჩნდა ლოცვილო, დანთებული სანთლები უშუქებს ის 7 დღეს მაღლა. დანთებული დაბლაური სანთლები აცოცხლებს ვარსკვლავების ბედ მაღლა. მაღლიდან ჩამოდის კურთხება გიბრუნდება იცოდე. და ქალებო სანთლებს რო ანთებთ, მე გასწავლით როგორ აკეთებთ ამას. ბევრი ცდება ამაში. სანთლები რო არის დანთებული თქვენ წინე დევსაგერ სანთლები. როცა თვალდაღუჭული ლოცვილობ გამჩენთან ამ 7 სანთლის უკან მოაქციეთ თქვენი ხელები ასე უკნიდან და ასე გააკეთეთ. თქვენსკენ წამოიყოლიეთ ის ბარაკა, ის შუქი გაიმეორე და თქვით, როგორც რომ ამას ვაკეთებ, ეხლა მოვიდეთ ჩემ ოჯახისკენ, ჩემ ქმრისკენ, შვილებისკენ, ოჯახში მაცხოვრებლისკენ, ყველა ამანტყობისთვის, ყველა გაჭირებულისთვის, ყველა მტყვისთვის, ისრაელის ჯარისთვის, ყველაზე ილოცეთ. ნუ ვიქნებით ეგოისტები, ნუ ვილოცავთ მარტო ჩვენ თავზე. სხვაზე ლოცვებს გამჩენით თან პირველად მას პასუხობს. ილოცეთ ყველაზე და ეგრეთ წამოიყოლიეთ ეს ბარაკა თქვენსკენ. შვიჯერ ამას რო გააკეთებთ, ამას ქვია სანთლის ანთება ღირსეულად და დოლათიადად. ეაყალოთ ეხა ეტანეროთ ელ მულფენე ამენორაყედიონა იაირუ შივატანეროთ. ამიტომ აქანა ცოტა მის დაუკვირდება კარგად. ზღბასწავლობს. ამას ბევრი დაუკვირდება
საკითხვაში არ აქცევენ ყურადღებას. მაგრამ ზეაკო დაუგირდი რა წერია, ფერწერია. ბეაყალოთ ეხა იტალებად. ელმულ ფენეა მენორა. ესე იგი, მართებით შუალედი მენორის შუაში მდგომი ყანდილი სანთელი შუათანა სანთელი რომელიც არის მისკენ გააშუქო 7 სანთელმაო. გამაგებინე. თლიანად არის 7 სანთელი. და თუ შუასკენ რომელიც არის შუათანა უნდა გააშუქოს დანარჩენმა რამდენი დარჩა გამაშუქებელი 6 3 აქედან 3 აქედან აფერწერია მართებით შუასკენ შუა სანთლისკენ გააშუქოს 7 სანთელმა რატო 7-მა გააშუქოს 6-მა დაუკვირდით ამას ტექსტი პროსტო ტექსტი როგორ არის ვერ გავიგე თუ 3 და 3 უნდა გაუშუქოს მართე უნდა უქციო პირები პეტილი უნდა უქციო იქითკენ რომ გააშუქოს შუათანისკენ მაშინ ყოფილა მთლიანად 6 გამაშუქებელი ამ შუათანისკენ შუათანა არის შუაში 3 აქედან 6 რატო წერია გააშუქოსო შუასკენაო 7-მაო 7 რაფერი გააშუქოს თუ 6 დარჩა აუგვირდა ხრას ზიღმეა შენ რო ამას საკეთებო და შუასკენ ესე გამჩენისკენ უშვებ ამ შუქ ერთი ხაზით მაღლიდან 7 რომელიც არის ანტებული მაღლა ისის გიშუქებს დაბლისკენ იქიდან ჩამოსული 7 ეს არის მართებით ამ სამთლებზე რომელიც შენაგან გდანტებული არის დაბლა ცი თორა რო წერავს გააშუქე შენე დაბლაო შუასკენაო დანარჩენი 7 გააშუქებს მერე მაგითკენაო იმ 7-ზე ლაპარაკი რომელიც მაღლიდან შენ ოჯახს უშუქებს ამიტომ მაშა სადამე აქედან ვისწავლეთ ჯერ ერთი ვისწავლეთ ტრადიციულად კანონი დინით ვალდებულობა ქალის არის 2 სანთელი ხვარი ყოლა კიდე ერთი შვილი ყოლა კიდე დაუმატე რამდენი სული გეყოლა ოჯახში დაუმატე მაგრამ გასწავლეთ გეუბნებთ ამას ჩემი არ არის შალაგადო სიტყვები არის მაგრამ რა მოყავს ხო ჩაბაჭი დასაწყისი ადლაგადეროდის ალახუთებში რომ კარგი არის 7 სანთელი ქენეგე ჩაცსამ ხანკალ შევამაზალოთ ამას კენ არის ეს არის კაბალაში ამას დიდი სეკრეტარი ახლა ჩამოვუწელ სეკრეტარი ბარხა სეკრეტარი ზელაბერაგია ეს შაბათის სანთლები უდრის ბეთამიგდაში დანთებულ სანთლებს იტყვის მამაკაცი ქალები ვალდებულება სანთლის სანთება მე მამაკაც მარა დავაშავე არ უნდა ქოინი აშუქებდა ანთებდა გამჩენდა მუშაობდა არონი მამაკაცი გზანდებოდა იმ სანთლებს რო ანთებდა რაც გაუხდა ბაითი მეუნები აგერაბი ქალებს მიეცა დამაგვარიო ქალებს გააჩნია ეს ზალაო კაცე მარა დავაშავეთო გეუნება თორაშვილო არი მეორე კიდევ გაშუქება შენი სულის შენი ოჯახის რითი სეფეთორის მოსმენი ბეაყალოთ ეხა ეტანეროთ რო აიღო სიტყვა დაუკვირდი ბეთ ეი ბეთი არის 2 ეი არის 5 ო შაბათი ხუთშაბათი სეფეთორა ბეთი და ეი გემატრია 7 სეფეთორა შაბათის ბეაყალოთ ეხა ბაყალოთ ეხა ამიდი იქნება შენი მომაღლება შვილო იცოდე შენ როცა სეფეთორა გამოგზანდება მამაღლებელი მომაღლებს სეფეთორა შრიფბეზო დათორა აშერ სამოშე შიგნით სეფეთორაში შენ ბუკვასეზე იაკობი ქვია სახელად იოდი უნდა მოიძებნო რეფაილი ქვია სახელად რეში უნდა მოიძებნო აბრაამი ქვია სახელად აბრაამი უნდა მოიძებნო ბუკვა და იმისკენ იქით უნდა მიუთითო ვეზოტათორა აშერ სამოშე და შუქი მიიღე იქიდა გამოსული შუქი იქიდან შვილო იცოდე გაგიშუქებსო ბეაყალოდეხა ეტანეროთ ელმულფენე ამენორა ელიონა მაღლაური მენორისკენ იაირუში ვატანეროთ მორაი რაბოთაი გაგზელა თორა მაგ დიდი სეკრეტებია მენორაში 4 ჯერ წერია მენორა იცოდე სეფერდორაში 4 პარაშა არის პარაშათ ეცავეთ მერე მოდის პარაშათ ემორი თერუმა კიდე მოდის საკანა პარაშათ ბეალოთეხა 4 ჯერ არის სეფერდორაში მენორა ნახსები და რატო რა არის მიზეზი აქ დიდი სეკრეტერი არის ამაში
ოთხი რაღაცა არის, რომელიც მოშე რაბინო არ იცოდა რა ფერკეთდებოდა გამჩენება უთი დაანახა. როგორც არის გემარაში მოყოლილი, მათ შორის ერთი არის მენორა, მაგრამ რაც რომ მიშკანის ჭურჭლიდან გამჩენმა თვითონ მისი ხელით გააკეთა რომ ის არის მენორა. ვერაფრად ვერ გააკეთა მუშა, არ იცოდა რა იმედა. გამჩენმა აიღო ჩაკუჩი. აფერუზახიან ამას ქართულად ურო ხო? ურო, ასე მასოს. აიღო ურო, აურტყა იმოქროს ნატეხს, გამოვარდა გვერდებიდან რაც იყო ზედმეტი ზაპასი, დარჩაში მენორა. აი მენორა. გამჩენმა ერთი მარტო თელ მიშკანის ჭურჭლიდან რაც რომ გამჩენმა მისი ხელით შექმნა, ეს არის მენორა. ხელა სეკრეტები არის მენორაში. თავის ზომა, წონა, სიმაღლე, არშინი, რამდენი მუჭი, ასავალი კიდე 3. ამას ქვეყანას სეკრეტებია იცოდეთ, ხოლო ახლა მე ამაში ვერ შევალ, ფარაშა დიდი არის, მინდა რომ გავაგზავნო. სხვადასხვა საინტერესო არის, რომ ფარაშა იწყება ქოენით. დაუვირდით აარონი ლაპარაკე, ეაყალოთ ეხა იტანე, რომ სანთლებსაც შენსარო წაიტან. მეორე ფარაშა აგზელებს შემდეგი ნაწყვეტი, მოდის ქოანიმების ალახა. აიყვანოს აარონმა ყველა ქოენებიო და მიუკოთნოს, აჩუქოს ისინი გამჩესა. ყველა ლევინებიო. აარონმა ქოენმა უნდა აიყვანოს ყველა ლევინები, აიყვანოს. აყვანა რას ნიშნავს? ოლახა, ოვაა, აკბაა ვეორადა. მიწევა, მოწევა, მომახლება და დაბლა ჩაძღება. ზენ ყველა ლევი, ამდენ ლევი მევიყვე. 22,000 ლევი. 22,000 ლევი და ეს საქმე უნდა გეკეთებინა არონაკო ერდღეში. ყველაფერი. ერთ დღეში, 13 საათი, 12 საათი დარჩა რა ქონდა. 22,000 ადამიანი. აიყვანეს შენ ეს კაცი. ხოლო არის ზოგიერთი მსუქანი, არის ზოგიერთი ატარა მეტი არით, მაგრამ წლოვანობაში 30 წელზე ნაკლები კაცი არის. იმიტომ 30 წლიდან იწყებდა მუშაობას 50-მდე. მეტი არა, ლევი მეტ ვერ იმუშავებდა. გამჩენდა სიმღერა გალობა პედაგოგიაში. ხო იცი, გალობდნენ ყორბანოთების დროს. შირში აიოლები მომრინ, შორერინ, დენია საფიესენი, სუყელანი. ვინ იყვნენ? სუყელა იყვნენ მიგრიშ როშინ, ადგილხამში. 25 წლის იყვნენ აირჩევდნენ, 5 წელიწად ამზადებდნენ. სამსახურას სწავლიდნენ, 30 წლიდან მუშაობდნენ, 50. ზეგი, ყველა ვინც იყო ლევი არჩეული სამსახურისთვის 30 წელზე ნაკლები კაცი არის. რამდენი 22,000 ლევინები. აიყვანოს ამ კაცმა არონმა. რას ქვია აყვანა? ჯერ უნდა აიყვანოს, მიწიოს იქით, მოწიოს აქეთ, მოამაღლოს ზემოთ, დაწიოს დაბლა და შეაწახოს ეკუთვნი გამჩენ დღეიდან. 22,000 კაცი რა ძალა უნდა ქონოდა? სასწაული არ არის ეს. და ეს არის მეორე დავალება სექტორაში ამ პარაშაში. ენგრეთ გააკეთოს არონმაო და ამიტი შეყიდული არისო. ყველა ლევინები ეკუთვნის გამჩენის სამსახურს გამოყოფილი საისრაელოდან თახת כל בית רחם בכור. אלא בכוריס נצלת. არის ლევინები זה כנגד זה. זה არის მეორე პარაშა. მესამე პარაშა ამის შემდეგ. გადაწყვეტ გადახედოთ. მოდის რომელიც ელაპარაკება თემზე ისრაელოს. ושחטו בני ישראל את הפסח במוקדו. פסחי מוגזנדבאו და თავის დროზე დაკალითო ყორბანი უფესხისაო. უკვე დავალება მოდის საერთოდ. პირველი პარაშა არონი ლაპარაკება, მეორე პარაშა მიკუთვნილი არის ლევინებისთვის, მესამე პარაშა მიმართავს მთლიანად საისრაელოს. მერე მოდის შემდეგში, ახლა მე ამაზე რო დავიწყო ლაპარაკი ამ პესახის დინებზე, შევწავალ ამ სასწაული დარაშები მაქვს ამაზე. რა არის ეს დავალება მაინც აქ? მოკლედ, ამაზე ცალკე მაქვს დაწერილი ჩემს სეფერში, ძალიან გაგზელები და ახლა ამის კომენტარებზე რო დავიწყო ლაპარაკი, ძალიან შორს წამიყვანს და არ მინდა რომ ამაზე გავაკეთოთ დღევანდელი ლიბრეტორის რო ვთქვათ დამისდება, რომ ამას დაუმისვრო ამ საკითხს. ხოლო შემდეგი მერე მოდის აქ
როგორი არებოდნენ უდაბნოში და პირველი მათი სიარული უდაბნოში რომელი რიცხვში მოხდა. ესე წერია საფერტონაში. რომელი რიცხვი არის? ახლა ყველაფერი კარგად არის. დაჯექშენ. რომელი რიცხვი არის მაგე? აზრი მებნება მოსწავლე დადგომებში. ეს არის ხოდეში არის 20 რიცხვი. 20 ბეიარ. 20 იარი მაშინ არის იმ წელიწადს დევანა საისრაელოს ვიარებით უკვე მიწყებს სიარულ უდაბნოში და დაიწყეს სიარული უდაბნოში. ამან თხილაზოს გამოვიდნენ ეგვიპტედან ნისანის წეს. ვიცით ყველაფერი რა მოხდა შემდეგში. 20 იარამდე ერთ კუთხეში იყვნენ, 20 იარს იდის უკვე ანანი, გამჩენის ფორმულები იწრება ყველაფერი. დაერმა დაიწყო უკვე ოპერაცია საფერტონაში ახანა. აი ბინსვა ყარონ აი ომერ მოშე კუმა ადონაი მაგრამ ამდენ სასწაულები უნახეთ. მოდი დაითვალეთ ამდენი რამე ნახეს. ეგვიპტედან გამოსვლა. ეგვიპტის დამარცხება. ზღვაში ზღვის წყლების გაყოფა და დგომა ზღუდებათ. ხალხის ბევრი ჯაფათი ყველანი პირუკი ადამიანი წყალში იარებით. მოგშივდათ მანა ჩამოდის მაღლიდან. მოგწყურდათ წყალი მოგცა გამჩენმა. დამზადებული წყლები იყო, მაინ თეკვა მაინ. ახლა სასწაულები. მაგრამ გული მაინც არ ქონდათ შემტერებული. რო ქონდათ გული სწორედ. ეს არის საინტერესო, რომ აი ბინსვა ყარონის პარაშაში თუ დაუგვირდებით საფერტონაში ორი ნუნი არის გადაბრუნებული ნუნები. რო იწყება საფერტონა აი ბინსვა ყარონ დაუგვირდი იშამა ნუნი ნაფუხინ. დაუგვირდი საფერტონაში აფერარი ვაი ბინსვა ყარონ ვაი ომერ მოშე კუმადონ აი ვეა ბოძოი ვეანოს მისალე ბინსვა უმნუ ხოიერ შუა დროი ბოდალ მისალე აკარანი ნუნი აქედან აქეთ არის ნუნი აქედან ორივე მხარედან ნუნები არის. ნუნ რატო ესე? ხლა ვთქვა ჭყალები ისთვის არის. ჩვენ ვიცით რომ ჭყალები ხო რაღაცა ვიდათ რომ აღვნიშნოთ, ხაზი გავუსვათ, ვინმე რომ მიაქციოს მეტად ყურადღება სვამ ხო ჭყალებში. საფერტონამ ჭყალებში ჩასვავით და ნუნები გავუწევდა. ეს არის რომ გამორჩეული პარაშა იწოდებს. და გემარამ დაწერა. გემარამ ჩაბაჩი არის. თალმუდი ბზანებს ეს არის სალკე სეფერი. ჩვენ ვიცით რომ არის ხამიშა ხუმშეთორა, არა, 7 ხუმაში არის. ეს არის სალკე სეფერი, მაშინ რომ მომწანდება, ეს გაფირუშნები. აქ არის 85 ბუკვა, რომელიც მთლიანი სეფერი წიგნად გადაიქცევა. აღარ სეფერია. მაგრამ რატო არის ნუნები? ნუნ ვეარამით ზედარი. თეზი. იოშუა ბინ ნუნ. ნუნ. ზოდე. ებრაის ენით, თალმუდის ენით სიტყვა ნუნ ნიშნავს თეზი. რაბ ამ ნუნა ერთად გადაარჩენას. ძლიერი პიროვნება სანდებოდა და როგორც თევზიოს წყალში ცურავსო, ასე ცურავსო თორაში. რაბ ამ ნუნა საბა ასე უძახდნენ. ხმიერი, უხუცესი, მაგრამ თორაში მაცურავეო. აგარია. ყველაზე უარი იყენ ამ რაღაცას. ნუ ქორმა კომბა თალმუდ ზენიკრა დაკ თევზიარი. გადაბრუნებული ნუნი რას ნიშნავს? ესე შებრუნებული თევზები? ნუ ახლა გავაპირუსოთ. თორა არის წყალი. თალმით ხახმები, თორის მოსავლები დამსგავსებულია თევზებზე. ამაზეც გემარაში არის. ასე ბერახოჩი არის. აპოს ბენ იუდა, ოშეხტა, რაბი ყანგიბას. ეუნებარი ვიყანგიბას რაბი. რაბები ხოცებიან. გაყვანილი ყავს სერაბები და კრამენო. შენე ოჯიხარო და თორასავლო მოხალხშიო. ასავლიდა ვიყანგიბა თორას. საფერტონა ყოდა გადაშკილი და აფირუშებდა და დარაშობდა. ხედავ?
ხალხი იყოს ზენაო, რამენი კუნებიანო, გეზერა იყო. ასაკეთებ შენეო. ეუნება რა მიხატება. იცი რას გეტყვიო? მოგიყვები რაღაცასაო. მელიამ ჩამოიარაო, მელიამ დინარის პირზეო. დაინახაო თევზები დარბოდნენ. იკითხება მელია თევზებს სადგარი მიხარ და მებადურეებიდან ხარბივარ. ვიჭირამენო ანკესები აქვეო ნასყოდიო. მახეები დაგებულიო. გებებით მოდიანო, თავზე გვესხმებიანო, ვიჭირამენო, კარბივარ. სული შევირჩინო, გადავირჩინო. მელია ეუნება ამას. მერეო აი მეგობრები ჩემნაირიო, ხო გჭირდება თუ თქვენეო. ამაჩები და მამათქვენი მეგობრები იყვნენ. ამოდიდო, ოღონდ ნაპირზეო, ნაპირზეო, შეგინახავთო, პატარა. მედია იყვნება. თევზი პასუხობს დაიუნება მედიას. სადაც სიცოცხლე გვაწერიაო, იქ არა ვარ გამწყნარებულიო. და სადაც ჩვენ სიკვდილზე ვარ გაწერილი გარეთ ხმელეთსეო. მეტი შენ არის სიცოცხლეო, ჩვენ რა გადავრჩით. ეუნება რიბიყაკიბა პაპოს ბენი რუდას. თორა სწავლობთო რომ ეზე წერია კიუხაიე ხავე ორეხია მეხა. შენი სიცოცხლის გამგზელებელია თორა. თორა სწავლობთ და მაშინაც არა ვართ მწყნარა დალაგებულა. ტერია შემოსხმული არა დღე და არა ღამე გაჭირებაში ვართ. ჩვენ რო თორა შემწყვიტოთო ხო მოწყდება ისრაელის მამტერებულობდეო. რას მელაპარაკები შენო? აქედან გამომდინარე თორა ნიშნავს წყალს. რაბები თორის მოსწავლეები არიან თევზები. მაგრამ თევზი მაშინ ცოცხლებს და იარსებებს. თუ წყლისკენ შედის და ცურაობს. მაგრამ პირი თუ უბრუნა, თუ ნაპირისკენ მოდის თევზი და ცურაობს ნაბაროთ დამოდის ზღვის ნაპირისკენ, ის მოკვდება. პირად კი არ არის გადაბრუნებული ნუნები ორი. ეუნება ესენიო გამჩნევამდე სიკეთემიცა ისრაელში, მაგრამ როგორც თევზმა პირი რო იციოსო და ნაპირისკენ დაიწყო ცურაობაო, ამდენი სიკეთეში ჩასვა გამჩენმა ეს ხალხიო და მაინც ნაბაროთ ცურაობდნენ, ბოროტობისკენ მიდიოდნენ. აზრი არ მუშაობდა, ვერ ტვირთავდნენ. რა ჩუქად გამჩნდა მერტმა. უდაბნოში საჭმელი მაღლიდან, სასმელი დაბლიდან ფრინველები ხელში უვარდებოდათ ასე, ხელში უჯდებოდათ. ამიყვანები ზიან ჭამე, ხო იცი? მე მოყავს მე გახმარებით ხანდახან ჯამადრონები. მე მახსოვს ბავშვობაში რა საქართველოში ვარ დაბადებული და თან გაზრდი რამოდენი წელიწადი, ხო? მახსოვს საკაიაში სურიელი ყავდა ქათმები, დარბოდნენ კვატები, ბატები, ამბავი იყო. და ჩვენი ბაღრე მოვდიოდით ხანდახან, დილად დედა გვეთხოვდა, გადიო ნახე უკვერცხები თუ არისო, ხო იცი? გავდიოდით. კალათა მეკავა ხელში და კვერცხები ალაგებდით და აბო ჯამას მონები ერთხელ ქათმის დაჭირვა პროექტი იყო. მართლა პროექტი იყო. თორე გარბოდნენ ეს. მე ბავშვი ვიყავი და მეჩხარი ვიყავი, მაგრამ ეს ქათამია. აქეთ გარბოდა, მორყარის გარბოდა, ჩარა, ესე სადი ხო შეძებია. ის ცხოვრება წავიდა ისრაელში ჩვენ ესე. ქათამი იმდენი ნარკოტიკით არის გატენილი, სამბლებით არის გატენილი, საწყარი ძრივი არება. დაჭერა კი არა, გეურება, გეხოცება, დამიჭირე, ჩემიზე დამიჭირეო. ესე იგი გვარდება ხელში ხდება. უდაბნოში კი არ ჭირდებოდა თამათ მახეების აგება, მებადურეობა, ან რაღაცათი რო ესროლათ, რაკეტი რაღაც დრო დავიჭიროთო. ხელში ბარდებოდნენ, კაცო, გამჩენი და იყო, ბუთოს გამჩენი სახელი. დასასწავლებლებში ცხოვრობდა ხალხი. და ამა ხალხ რას საკეთებენ ესენი? როგორც შებრუნებული პირი, როგორც თევზმა სიკვდილისკენ იცურაოს, არ არსებობისკენ წავიდეს, სიცოცხლის წყაროს მოწყდეს, თავის არსებობის წყაროს ასე ცურაობდნენ. ამდენ სიკეთის შემდეგ მაინც აკეთებდნენ უბედურებას. და რა მოდის აღარ დაუგვენიწებეთ თორაში. ხო არის ამდენი ამბავი. ამდენი სასწაული ერთი თვე არის გამოვიდნენ უბედურება. ერთი თვე და 4 დღე, მეტი არა. აი, იანგარში. იარში 20 არის. თუ 19 წელში გამოვიდნენ,
20-ამდე რამდენი გამოვიდა? 1 თვე და 5 დღე. და რა წერია თორაში? ვაიაღამ ქემითონენი რაყბეყენე ადონაი დაიყონენი გიერი ატეხილები ყალილითაო. რაში წერავს? მითონენი ბეყალილოთ პრიჩინებე ზებდნენ მიზეზებე ზებდნენ ეს არ მომწონს. კაი არის შენ კაი სიგიდე მეგეცა კაი მაგრამ მოხსა გარჩება ვაჭამა მაგრამ რო დააყოლებდა დამთავრდა მაგრამ კაი ხარ ვიზი არა მიყოსტა აგაკე ყველაფერი უმაღლესი ვახრა ბიჭია და ვენასწრებ აი ბიჭო მაგრამ ბარბიდა იქანა დამთავრება უკაშორს კაია მაგრამ საჭმე ვერ უყურებ საჭმე კაცო არის ესე და იგივე ფერია და იგივე მასალა სულ პირში მომწყინდა კაცო აღარ მინდა ეს არ მოწონს ეს არ მოწონს ეს არ უნდა და ფია ამ ქიმიტონენი წერას რაბინო ბახია რა არის მიტონენი ქემეთ ონენი ჭირისუბალი რო ყავს ადამიანს და არის მიცვალებული ამას ქვია თორაში ონენი ეს მიცვალებული პირზე რო ყავს დასაფლავებული რო არ არის ჭერე მაქვარი ყველაზე ცუდი რო არის თქვა ზოგჯერ არა ნორმალურია მესტარები ხანდახან ასეთ სიტუაციას და ზოგ უკავია სურათი ხელში სურათი მიცვალებული აგეყავს და სურათი უკავია და სურათად ეხს დაატირე მიცვალებული თვალწინეთ ყავს შენ მიცვალ ჯერა და გასაფლავებია მაშინ დაატირებ იმ სურათს როცა მაგერი ეყოლება მაგრამ როცა ფაქტი თვალწინეთ არის აგერი მკვდარი მიცვალებული წედარი შენ თვალწინეთ რას მიდიხარ სურათებისკენ ეგე ამაზე მეტი მწარე სიტუაცია არ არსებობს აბელობაში მიცვალებული ყავს და ამნაირ აბელობას გავდამატ მოქმედება ტიროდნენ და როგორ სიცრი ტიროდნენ ქემითონენი მეტ ვეონენი თუ კიდე მკვდარი ყავდა თვალე ხემ მკვდარზე მიცვალებულზე ტირო ამიტირის კაცი რასაც ისინი ტიროდნენ გამჩენ რატო გამოგვიყვანეო დიმტედანაო ზე კარგად ვიღავი ჩუნჩინაო გამოვარდა გამშენდა ცეცხლი და დენთო სადაც აფარაგობდნენ ამ ლაპარაკებდა და ხოცა ხალხი მოვიდა ხალხმა მოშე შეკივა მოშემი როცა გამშენდა და ადგილზე ჩაიყლა მამიცაში ცეცხლი სადაც გაჩნდა ცეცხლი მიწიდან ამოხეთხა ცეცხლმა და ის ხალხი გადატუტკა მოკლა ჩაქვრა ცეცხლი წუთში დერქვა იმ ადგილ თავყერა კი ბაყარაბამ ეშაშემ თავყერა არის პაჟარი ხანძარი ცეცხლი ხანძარი ღმერთის ენთო და მეიკიდა მათ არ დამთავრებულა ამბავი ვეასაფსუვა შერბეკირბო ითავუთავა ჩაქრა ერთი ამბავი ერთ კუთხეში ბანაკში მეორე კუთხეში გამოიღვიძა ხალხმა ვინ არიან ყერებრაბები მარტო მაგინი კი არა დაიწყენ ტირილი აიყოლიენ გამბენე ისრაელ შვილები ისრაელისას აყვამათ ვაიომერუ ერთმანეთ ეუნებოდნენ მი იახილენუ ბასარ ვინ გვაჭმეს ჩვენ ნავდილ ხორცსაო გავიხსენეთ იგი თევზეულობა რომელსაც უჭამდით ეგვიპტეში ვეთაკიშვიმ მასე კიშვიმ ბეგრუზინით აკია კიშვიმ პატრიჟანი ხო კაი პატრიჟანები კაი ბედნერი აბატიახები არმუზები საზამთროებიო ხაცილ ბაცალ შუმინ დეგენაცლე ყველანაირი ეს ყურებია თან კაი ბედნერის ყურები აი შენ ამაზე მაიმროცი შუმი ბაცალ მაგანა ზამას როზახ ჩვენ ჟავეულობა რა გემოქონდა ჯო აი ხორცები გვინდაო ჟავეულობაც მიაყოლე აი კიდრი პამიდორი დოლათიანი ბედნიერი ხო იცია მოკლედ გემოქონდა ჩვენ ცხოვრება სიქანაო კაცო ვიღათან შენ უიებეშა შენი სული გამშრალი არისო ელა მანყენე ნუ მარტო მანას ხედავთო სხვარავეს ვერ ხედავთ ვერ უყურებთო აიწყენ ტირილი ხავიან ვაიშმა მოშე დაღამ ბოხე ლემიშფეხოთა თელიერი ტიროდა ოჯახები დაჯგუფებით იყვნენ უკვე ტიროდნენ ჩვენ ამოვიდით ისრაელში ზე იაკობესაც ამოვიწდნენ
ზუსტად ამბები. არ დამავიწყდება რაც. თქვენ თუ გონიათ აქაურები საქართველოში. ჩვენი ცხოვრება იყო, მოდი, ხომრემ ხაიმ ბეთუტიმა, ასე უზაღი მარცხული ცხოვრება იყო ჩვენი ჩასვლა ერეთში, ჩვენ ზარიხარ. ჩვენ ვაკიდან გავედით დიდი სიმდიდრით საქართველოში. ყველას ოჯახი გონდა, ენახი, ეზო გარემო. საჩავედით ერეთში, ისრაელში გიგითხეთ. გამხმარში. ჩვენი მაგალითად ბერშევაში, უდაბნოში, ბოდიში ვასოლაპარაკო. სახლების არ იყო აშენებული, ტრომი სახლები იყო აშენებული, ხო ის ტრომი, შენებლობა როგორ არის, ტრომი. დაადებენ პლატას ზეიდან, პლატას გვერდიდან და რო ვინახია ბავშვების ლეგო. ასე აწყობილი სახლები გამჩნდა ახლა ბერშევაში. რო ჩამოვარდა სასულიერში ქვეყანა ის წილები ჩამოვარდა რაკეტები, სახლები. რო ალახე, ვიზა დაეცემოდა, ვიზა ბარბინა, რატო? ბნია ტრომით. არ დამავიწყდება დაჯგუფები. მოვდიოდი ახლა ბავშვი ვიყავ პაპას დავსდევდი კუჩი. სადაც იყო ცენტრი მაღაზიების, ხალხი დამჭარი, ტირიან, რა მოგიყვანა აქანა. დასახლები დამტევეთ ონში, ქუთაისში, სხაკაიაში, ბიჭო, ის დაუჯერეთო. ხახმები შინოდა გამიში. მეუნე რაბები, რომელმა რაბებმაც ჯამა ჩაუტარეს აქანა საქართველოში. ხო ის ახლა ჩაუტარეს ლექციები, აბა წავიდეთ ერეთში, დაგვუნდეთ ჩემი მამების მიწაწყალი, ამბობს გარეთ გამოსვლა შინოდა. რატო? დავიჭირა ხახამს და გავფუტამო. ზოგიერთი, მე მასო ძმები რო იყვნენ. მიხელა შვილები გარეთ გადიოდნენ. გარკვეული წლები იმარებოდნენ. ხახამი იაკობიდან მაკოსმენელი ესმე თვითონ. და იაკობიდან. ვიმანებოდითო, შვილო. შეხარ მოწმეაგი რა. მე მახსოვს კაცო მამა ჩემარა, აი. რატო გითხარავ, ბებმოჭ. მინდოდა ჩვენეო. მერე ბაგაჟები დაგოგვიანდა. რო ჩამოვედით, ნახევარი წელი არ მიგვიხია. ხა თქვი შენ, აზეწევ ხარ. სოხნუტის ლოგინზე. ჯიხარ სკამზე, სოხნუტის ჭიქებში სვამდი. მოგახსოვს იმ სხვები ჭიქები იყო სოხნუტის მოსწავლე. და რა გვაგავლინი ჩვენ იქან. ენა არ ვიცოდით. ჩვენ ხლა ბარუხა შენ ჯერ წარეჭამე გავკვირე თვეზე გემურებასა ჩვენზე დადგას. ჩვენ რო ცხოვრობ ახლა იღნა სად არის? არ არსებობს მაგის დამაგვარი. დოლათიც ახლა ხალხ ზოგი 3-4 სახლია გაყიდი და ეს ისრაელში ცხოვრება, ზოგ ბელგიაშია კიდე სახლები ნაკიდი. ინგლისში, ამერიკაში, დაფარული კანადაში, სოფლიოში. და ზოგ ფიქრობენ, ბევრი აქ კიდევ წიდვას, კიდულობენ ქვეყანა. მე ვეუბნები ჯამას არ თქო რა, იგი. დამანო. უკიდულო ამერიკაში და ლეკეხეს ხარ წასული შენ მაინამ რა დააშავა საქართველოს სადაც გაიზარდა არა პრობლემა კი ბატონო ხოლო second home მეორე სახლი კი ბატონო ხუთი მოგცეს გამჩენ არა ვარ მოწინამდე არა არ დაგავიწყდეს საცხოვრო სიდან მოგდის ეს დოლარი სპარას ეს ისრაელი და ყველა ამ სიტუაციაში ახალ ჩვენ რო ჩამოვედით ბიჭო ბიჭო ამას ვლაპარაკობ ასე მახსოვს ხაიარში და მახსოვს ესე ბოდიში და ალეძე გასული კავიკაცი სახში გარიყო ტუალეტი გარეთ გავდიოდი მახსოვს ეს ახლა ჩამოვიდან ერეთში გამჩენა მისა პენტაუზები სამსართულიანი შენებლობები 6 ტუალეტი 4 აბანო საბანაო ერთსახში რა ცხოვრება ისი და აზე ლაპარაკობ და ხო გამიშე კაც რომელსაც დოლარის სახე არ უნახია აქანა საქართველოში ჩავიდა ერეთში და აჭკები დოლარები ადრენენ და რა სიმდიდრე ისტიროდა ვისაც არაფერი არ ხონდა იქ ხო ვისაც ხონდა გაჩერებული ო ნაბერდია აბერა ლოცვაში რა ფეხდება ლოცვაში ვინკვირის ლოცვაში ვინ არის ამრევი ლოცვის საერთოდ ანაქანას ვინ არის თქვენთან ამრევი ყველაფერს საერთოდ ვინ არის ამრევი ვინც არაფერ არ აკეთებს გამკეთებელი და მორწმუნე გამჩენის ნამდვილი შვილი მამსვლელი სალოცავად შუათარებო ვინ დაიწყო ყვირილი ისრაელში არ უცნობს ვისაც არაფერი ჰქონდა და იქანა იპოვნა იქანა გამდიდრდა და იმათა დაიწყე მაინც მაგრამ ვისაც მართლა ჰქონდა სავსე იყვნენ ცხოვრებით ყველაფერი ნახენ განსხვავება იმიტომ აკანა ხონდათ ბევრი ვერ იყენებდნენ ვერ გამოაჩენდი ვაივნერი ქონებას ვერ ისვა ვერ ყიდულობს სა კომუნისტები ეგეცემოდას და მოვიდა ხული სადიშონე
აიგე? ამ ვაი ამნაირ ცხოვრებას. გამოგერ თომარ მიითენ ყერან, გაყერებ თომარ მიითენ ბოკერ. ამას ამბობ, როდის გაკენდება, დიდი ამბობების დაყრდნება, შიშა კანკალი მოსაშორეს. ათასე რო ცდილობდე გამჩენდა, შვიდობი დამონდეო. რამაცაც შემოვიდა უდაბნოში არიან. გამჩენი ბიჭო, ანანი გამოჩი ჩასმოლები. გამჩენი გახენ. ასერე დიბროტი მოისმინენ. საჭმელი არ გაკლია, სასმელი არ გაკლია. ჯო, ტანსაცმელი, ტანზე ირეცხებოდა. ამნაირ ხმიჩიშკა სიცრომ შენე. მასავლე თურამე ამნაირ კაი ბიზნესი დოლათიანი, ხა ჩაკვირდეს მაგ ხოლე. ტანზე რო ადამიანი შეხვიდოდი შიგნით ანანში, გურბში, დატრიალდებოდი ყოსეშალო გააკეთებდი და ხმიჩიშკა, ესე იგი ახალი ტანსაცმელი გასულებული. 40 წელი ტანსაცმელი გამოუჩნდა. გოგო, ტანიდან ოფრი რო არ გამოვიდეს, ტანიდან არსებობს ეკიმიკალები. ხო არ არსებობს ეს რაღაც. მაგრამ თუ ღმერთმა შეგიცვალა ბუნება, აქაც ხო ადამიანი ხო გააჩნია, აკანა მიწაზე რო გახარ. ამას აპერუცახიან ქვიდა. მიშიხა კადურარեց. ხო, თავისი იზიდულობა ხო? ხო, ახლა რო გახვან, გარეთ რო გადიხარ კოსმოსში. იგანა ფრინა. იგანა გრავიტაცია. თავისებური ცხოვრება. თავისებური კანონები აქვს გაურობას. უდაბნოში ისრაელ 64-ში ცხოვრება ქონდა. სუნი არ ქონდა ტანზე. დაუგვირდი. ვინც კვდებოდა, ტანი არ ხუჩდებოდა. ისიც რო იცოდეთ. ყველა მამკვდარი უდაბნოში დასაფლავებული, სხეული ტანით ყველა შენახული. სასწავლობა არ არის? ბოდიში ახლა. ქალთა წესები არ ქონდა. 40 წელიწად. ესე იგი ადამარის შორის სოდის წინეთ. რაც იყო კაცობრიობა უცოდოთ, იამბავი დაბრუნდა. ხელამბავი იყო ჯო, სადახარ ჩასული და გამჩენეუნებიან. გაგვახსენდაო, ჩვენი არბუზიო, კაცო, ეგვიპტეში, კაიროში, რო დამჯდებოდითო, სანაპიროზეო და რომ მუჰამადი მამართმევდა არბუსაო, შენ პატრონ, ის მუჰამადი უგარწევდა. სემნენ პერყავდნენ ყაბადი მაინო, მონები ვიყავი. რას ლაბარაკო, შედალოცვილო. ხლა გამჩენეს წეწეწყინა, რა თქმა უნდა, მოშე რაბენუნიდან შენში აზე. რომოდიან და მეუნებიან, მომეცი ხორცი, სიდან მივცე ხორციო. მე ვარ ამათი ამე გავჩინესიო. მე შობეს ხალხიო. ანოხი არიჩიე და ამასე. ანოხი ელიტიუ. შეათა უმერელაითენ ლაემ ბასარვი ახალო. რომეუნებიო, მიეციო, სიდან მივცეო. მოშე გამჩინე. გამჩინე უნება, აია და დომაიცა. ნუ თუ მოკლე ხელი მაქვს, მეო გამჩისაო. შენ თქვიო. მე მინდა რომ შენი პირით მოხდეს მაგეო. შენ სიტყვა დაასწოლეო. თქვი რომ კი მიეცი. აჩუქე, აჭამე. შენ პირიდან გამოსული სიტყვა შენთვის ზაკონი იქნება. დაიგო სამ ხალხმა ჩემი სიყვარული შენსადმშენ. აიზახმა შენ ღერთო მიეცი ხორცი. ჩამოვიდა ხორცი. ხებულობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, ამბავი მიდის. მითონები მიგაიარა. მოშერაბენო. პირად რო აუთხე ტირილი, ბღავილი, ცეცხლინე რო გამოვიდა, ხანძარი, დაწვა ხალხი, განადგურა. ვაიამ ქემითონენი! ესე ჩაიარა. რა გამჩენიონება მოშეს ამის შემდეგ. ჭირო, ამდენი ხალხი დაიხოსავ, ამ ხორცის ამბავსო და შეიძლება თქვიო, მე მარტო არ შემიძლია ამ ხალხის ციკლაო, მართალი ხარ შვილო. რადგანაც გახსენე პირიო, მე 70 კაცს დაგიყენებ გვერდში. იქიდან დაიწყო 70 წვერთეთრის დანიშვნა საისრაელში. ეს არის პარაშა. 70-იო? როგორ ხილმა განაწილება 12 შებეტია. რამდენი მიცეო, თითო შებეტსაო, უпроსტიო, რა დავნიშნო, შებეტებიდანაა. თემაისა 72 გეთქვა, გამჩენო, შეგითხრა გამჩენო. 72, 12-ზე განაწილდება 6 მიიღებს თვერთი. 70 რო გავანაწილო, 12 შებეტზეო. გამოვა 6-6-იო და 2 შებეტი, 2 ტომი დარჩება 5-იანიო. უმიზეზოდ მეჩხუბებიანო. არაფერ მიზეზი მიმიცია და
ეცხობებია შემჭამენო ფეხიდან წავამდეოდა ამათ მისის რომელიც შეოსწორება გამანადგურებენო რას მიგერო გამჩენი უნება მოშეს შვილო კენჭის ხრა გააკეთეო 72 სახელი აიღეთ 72 გახალდი დააწერე 70 არჩეული 2 დატევეთ სარიელი თითოტომიდან ამოირჩიე 6 72 კაცი ჩაყოლ ხელიო ვისაც ამოუვაო დანიშნულია ვისაც ამოუვა სარიელიაო მაგრამ 72 ადამიანიო თავის შეუყარე კრებული გააკეთე ერთად ისე სადაც მეკეთიო და მიშკანში დანიშნა გამჩერმა ამ დროს ამ დღეს ამ საათში ვეცხადები ამ 72 ადამიანს და წინას დარმეტყულობას ვაძლევო შეუყარე თავი ყველასა დაუძაღა მოშერაბინო ამოირჩია ტომება 72 კაცი მოშერაბინო დაწერა 72 ის კახალდები გამ 70 დაწერილი არჩეული 2 სარიელი ჩაყოლ ხელი 78 კაცმა მიიღო არჩეული 2 კაცმა მიიღო რო არ არის არჩეული მაგრამ 70 კაცი ესწრებოდა ამ 2 კაცი რომელიც დაწახებული იყო მოპატიჟებული იყო ამ ცერემონიას უნდა დასწრებოდა უარი გააცხადნენ არ მოვიდნენ ვინ იყო ელდადი და მედადი ლევის ტომიდან მოშერაბინოს ძმები იყვნენ ნახევრად რო იცოდე ნახევრად სხვა ტომიდან იყვნენ ხოდა ამათმა ჩვენო კაცო კი აგვირჩიენო მაგრამ ვართ ამის ღირსიო ჩვენ სასამართლოა მივიყოდო თავდაბლობით არ წავიდნენ არ შევიდნენ ველმოყეთში 68 კაცი ვისაც ამოვიდა ხელში კახალდი ფურცელი როგორც არჩეული არის შიგნით 2 რომელსაც ამოვიდა არაღარ არჩეული დაუშვენ გარეთ ის 68 წინასწარმეტყველობა დაიწყო შიგნით წინასწარმეტყველობა და ამორმა რომელიც არ წამოვიდნენ არჩევანში არ მიიღენ მონაწილეობა მათი წინასწარმეტყველობა ბანაკში მოვიდა სადაც ხალხი იყო ესენი წინასწარმეტყველობდნენ გამჩენის სახლში ოერში დანიშნულ ადგილზე დანიშნულ კუთხეში გამჩენიდან იორი თავიანთ სახლებში მოვიდა რუახაკოდეში და დაიწყო ლაპარაკი რას ლაპარაკობენ ელდად უმედად მითნაბეიმ ბამახანე ელდადი და მედადი წინასწარმეტყველობდნენ ბანაკში დავო წერავს იონათან ბენ უზიელი რას წინასწარმეტყველობდნენ იმ დროდან უდაბნოში რომ არიან მაშიახის დღეებამდე რა მოხდებოდა ყველაფერი ის წინასწარმეტყველენო ლაპარაკობენ ამ წლებში შესიქნება ასე მოხდება იცოდეთ ეს ყველაფერი აი თი გაუხდება მეორე განჩწავად ლაპარაკობენ non-stop ნახე იონათან ბენ უზიელი ამის აი რა წერავს იონათან ბენ უზიელი რagazzi ზანდებოდა იონათან ბენ უზიელი ვეღარ ბრძანებს რომ დარაშულდა მაგრო დარაშულდა ცეცხლი ედებოდა სახეს ალი კედუშის და ფრინველი რომელიც მის თავს ზემოთ გაივლიდა იწვებოდა ნახშირად იწევოდა ხალხი იყვნენ სოფლიოში ხალხი იყვნენ ხასი ხალხი იონათან ბენ უზიელი ესენი წინასწარმეტყველობდნენო წერავს ბალატურინი რა წინასწარმეტყველენო კიდევ მიდრაში მოხდეს მიდრაში სიტყვებია განკული მიდრაში მოშე תנוח נפשו בגן אלוהים יהושע מכניס ראשי תיבות מתנבאים משה תנוח נפשו בגן אלוהים יהושע מכניס משה סוליו גם כשנסבך צ'שי ოისვენებსო იოშუა დამადლიანდება და ამ ერს შეიყვანს ერეთშიო ეს წინასწარმეტყველა ელდადმა და მედადმა ვაიაროცანა ვაიაგედლე მოშე ეს სიტყვები მოისმინა მოშე რაბენუს ვაჟმა გერეშომა მამა მოდინახე რა ამბავია ბანაკში რა წინასწარმეტყველობენ ელდადი და მედადიო
შენ სიკვდილზე ლაბარაკობენ მოშე აბზანდებაო იოშუა ბინუნი შეიყვანს ისრაელი ერეთში და წამოხდა იოშუა ბინუნმა ეს მოისმინა და დაიძახა ადონი მოშე კელაემ ბატონო ჩემო რაბი ამ ადამიანებს ეგუდის დაპატიმრება და პატიმრეჩქარაო იმისაც ლაბარაკობენ ბევრიც რო განჩერმა მოქცეს სინასარმატყობა რუახი სადლაბარაკო რაც გამოდიხარ ხალხში ლაბარაკო ამას ხალხას უსდებო მოშე მოკვდება იოშუაღი შეიყვანსო და რამდენო შენ ადგილ დავიმკვიდრებო რა არ მაგირო იოშუა დაპატიმრეჩ ხარა მაგენიო ეუნება მოშენ ამეკანე ათალი რავო შემაგივრათაო შენ ახარ მოტაკილე მე უნდა მტკივოდეს გული შენ გტკივა გულიო შემნაცვლათო ნეტაი თებიერი დამადრიანდეს უფლის აისრაელო რომ ღმერთმა წინას თარმეტყობა ყველა საჩუქროს ხერა მოშეცანდა თავის პირად სიკეთეს იარეძებდა მოგება წაგება ზარალის სიკვდილის სიცოცხლე ვიქნები არ ვიქნები ვინ იქნება ბელადი მატერიალურ ცხოვრებას კი არ სდებდა ვიქნები თუ არა ნეტაი როგორც მაგერი დამადრიანდნენ რომ თელმა ჯამაათმა დამადრიანდეს წინასწარმეტყობასაო ხელა მოშე აკა რაღაცა აკა ძალიან ღმა რაღაცაც არის გვაგდურო ხო წოდგი ან იცოდეთ რომ წინასწარმეტყველი თუ რამესი წინასწარმეტყველდა ის უნდა მოხდარიყო გამოვიდა წინასწარმეტყველის პირიდან აი აქ ეს ხდება ყველამი რომ გადაბრუნებული იმ ხალხ მონენებას რო გეკეთებინა წინასწარმეტყველის სიტყვა მაინც შესრულდება რატომ ხალხ რო არის თქვა რომ წრუ არის დაუგვიდი რა ვარიანტი არის რომ რაც წინასწარმეტყველმა სუდი როის გაუქმდეს დაბატლდეს გაქრეს მოისპოს ის სუდი გადაწყვეტილება მარტო ერთი ვარიანტია თუ თებიერი გადაიქცევა წინასწარმეტყველად და გაიგებენ რომ ის წინასწარმეტყველობა ნამდვილი იყო ხოლო ამ კაცმა მონანიება გააკეთა შუა და ამიტომ ეპათია მარტო ეს არის გამოსავალი რომ პირველ წინასწარმეტყველებმა როის არ დადგეს და გავა ხლა რა ხდება ეს მოდი ნახე გაშიფრე ესენი წინასწარმეტყველობენ მოშე მოკვდება იოშუა შეგვიყვანსო ამათ წინა ხალ ვინც მოისმინა შეუნება ამა და ყველა გახდეს წინასწარმეტყველები ესე იგი თუ ყველა გახდება წინასწარმეტყველები დამაპატია გამჩენმა მეო გამოჩნდება რომ ეს ხალხი სულ არ ყოფილაო ეს არის მარტო ერთი ვარიანტი რომ ერთად წინასწარმეტყველობა გაბატლდეს ამათი გადარჩენში ვარიანტი არ არსებობს რადგანაც ითქვა ეს მოხდება ისოდით მარტო ერთი გამოსავალი ნეტაი თელიერი გადაიქცეს წინასწარმეტყველებათაო მაშინ ყველა გაიგეს რომ ესენი მართლები ყოფილანო და მართლაც მაპატია გამჩენმა მაგრამ ამათ ფასად დაუჭდა გემარაში არის მასეთ ხაგიგაში არის ასეთი გემარა რაბინო აკადოშის დროს ასავლიდა თალმინდებს ყავდა 1000-ეული თალმინდები ხო ვერჯერა ლაბარაკები მიშნის ავტორი ხელა რაბი ნასი ხელა კადოში იაკობ აბინოს გილგული ვეხენ ამასთან იყო ორი თალმინდი მოსწავლობდნენ მუნჯები იყვნენ ვერ ლაბარაკობდნენ აი უილმინ ახლა ვერ ლაბარაკობ რა ეს მის კარგად ჯიან რაბი რო ლაბარაკობს დარაშობს ყველაფერი ისინი ერთხელ რაბი შეიძლება დახვა მაგარი კუშია კაცი არ არის პასუხის გაცემა და ეს აწყალი ორი ვიცი თო პასუხი ვერ ლაბარაკობენ აბერმაკადოშმა დაძახა და უთხრა
გაძლევთ უფლებას რომ დაიწყოს ლაპარაკი. ალაპარაკდა მუნჯები. ორი მუნჯი. ალაპარაკდა ორი მუნჯი. ვინ იყო ესენი გილგულში? ელდადი და მედადი. ხა დაუგრდი კარგად. ელდადი. მედადი. რა იყო პირველი ბუკვები? ელ ალეფ ლამედ. მე მიუ ილმე. მასე ილმე? ილმი? ელდად, მედად. წელებმენ რომლებიც იყვნენ მუნჯები, საწყლები ვერ ლაპარაკ. რაბინო აგადოშმა აუშვა ალაპარაკა. გაძლევთ არაზერ აგადოშმა დაწერა. ყველაზე დიდი ამბებია, მოკლედ. ხელა სასწაულები ხდებოდა. რა ხალხი იყო ყველაზე. და რა ხალხი იყო ყველაზე. ჩვენ რა ვიცი ამ ყოველს. არ გეწყინოს. შენ მაღაზიები გიყვარს. ვერ უყვარს. დაუგერდე მოგიყირე რაღაც მომი. თალმუდზე გემარაში ბოლოში არის კომენტარი რომელსაც ქვია მარშა. ვინც იცით არ ვიცი. მე დაწერა ეს ფილმში რიბი შმუელ ერიყეზე. ვაიამი პოლანეთში გზანდებოდა, ხოლო დაფარული კაცმა რო არის ოდაი კაცი ვერ იყო. წერამდა ეს კაცი რა ფერი იყო იცი? თმები გონდა თმები. ოზდი ძალიან დიდი თმები გასა. ამ ხელად მე მიქონდა, ჩამოდიოდა კანის მეორე ნახევრამდე უკან. ძალიან მოსდილი ხონდა, კუდი გეხურა, კი. ახლა ვიერი ბატარი, ვაი. ფრიდენი მას. ბაღამუთ. ეს იყო დაფარული ცადიკი ადამიანი. მარტო მისმაცოლმა ისოდა მისი ნამოქმედა. დასაკეთებდა ყოველ ღამე კატალოგიდან ქონდა დამბული ქონდა ბაწარი მიაბამდა მის თმას იმ ბაწარი ფეხები ქონდა ცვიწყარში ჩასმული რომ არ დემეძიროს სწავლობდა და ისე სწავლობდა და ისე წერამდა თორას თუ შემეყნიდებოდა უწუჩე აჩერებდა ის თმები იმნო ქონდა მოზილი თმა კაცმარი თუ ეს მომდომის მოწო ასე დაწერა ფირუში მარშა თალმუდზე რო არის ბოლოში ფირუში მარშა რაფერ გამოჩნდა ეგაცი რაფერ გამოსოფლი ამას ვინ იყო ეგაცი ამას გიყვებით 19 სასწაული პიროვნება მის თაობაში მის კუთხეში სალოცავში კიდე ერთი ჭიშმარიტი მაგარი ცადიკი კაცი მცემდება მაგარზე მაგარი შამაში ლოცვის შამაში შენ გახსოვს მე რა მაგარ შამაშიც ახამეციონი საყები შენთან იყო შამაში იაკობ ოზღუშვილი ხახამ რისიმოს მამა ის რომ რისიმო ოზღუშვილი რისიმ იაკობ ოზღუშვილი შამაში იყო ჩემლოცაში და მოდიოდა ხა პაპა ჩამოდიოდა ახალი დანიშნული რომ ვიყავი რაბათ მაგრამ ანშვილი ვიყავი ნუ ჩამოვიდა და ესე მთხოვდა მე ბიჭი მოდიოდა ჩემ რაბიო ბავშვი ხარ თუ და რაბი ხარ ო რაბია 19 წლის ასაკში ვიყავ 19 წლის ასაკში რაბიო ძალიან თქო შამაში ვარ გამართავისუფლება არ მინდა რომ და გამიშვიდა არ ვაძლევდი შენ მაგარი შამაში ხარ შენ არ შამაში მო ეძებდე ხალხ ეძებდე ვეძებთ ამნაირ ადამიანებს ხო მე რაბი რომ მაგარ ჩანჩერაშვილი და გადავდო და შენ არ ხალხ ამნაირ ადამიანს გადამკვდარი კაცი საქმეზე არ არის ბევრი საკითხი მე ოჯახურამ კი არ ვეძებ კაცო ვინახარ რაფერი რამდენი თორა გაკასტავი ხუთელი თორა ხუთელი დალმუდი გაბულბულებული არ მაინტერესებს მე მაინტერესებს ხალხის საქმე რო გაკეთებს აიგე ყველა თანამდებობა ჭირდება თავის სპეციალისტი რაბობაში რაბობა გამგეობაში გამგე ეს უნდა იყოს არ უშევდია კაც და პაპა ჩამოვიდა პარასკევს და ლოცვას როცა აღებს კაცი ახლა აბრაამო პასეული ძალიან გევედრებიო ხოვეო შენ შვილსა რომ გამიშვასო კაცო გამოაცადე არ უშევსო თო აფერა ჩვენ დაწასვლა კაცი რო იყოს გაბაი ვიდეო ასე კი არა მიშებერა ხუგეთებ მე ხო დალოცვას ჯამაჩი სახალხო და მაშინ ითვლება წასულად ასე ჩვენ და მიღებული ტრადიცია უყურებს არა რომეუნებოდა მე გავდი იარე შვიდობით მაგრამ მე არ გლოცავ შენ რომეუნებოდა არ გლოცავ ზას ზაჩი დარჩა კაცი აბა რა უთხრა ისი რაღაცას მოგიყვებიო და მე გადაწყვიტე გინდა თუ არა წასვლა
და რა უთხრა ბაბამ? ხახამ პენსიონმა ბძანაო, რაბიმაო, იმიზე ხო დეგებუროს ყველას. ადამიან არ აქვს უფლებაო სასაფლაოში თუ არავინ არ არის მარტო რო შევიდეს სასაფლაოზეო. კაცი არ არის სასაფლაო цаრიელია. იურადაც. არ არის კარგი. თუ არავინ არ არის ჩინით რო შევიდე. მაინც ვიღაცა იყოს. თუ არა და ვიღაცა მიყოლია და შედი, ორი შედება. არ შეხვიდება. ღამით ვაფშე არ შეიძლება სასაფლაოზე. აბა ამბობდა ღამესოს სახელით. მარტო, პარმირა. კი არა მარტო, ლოცვაშიც, სალოცავშიც. მარტო შესულა ღამით გზავნილი არის. მარტო ამნაირ წმინდა ადგილებს ეუფლება ბოროტოვის ძალა. მაზიკინები ლოცვაში. მოდიან, მანქანა მოდიან, ტბებიან. როცვიდან, ტბებიან. გამჩენის სამსახურიდან, ამ თეილიმიდან, თორიდან, გევრიდან, კედუშიდან, ამ ნაყოლიდან, ხალხის ამენი შემერაბადან, კადოშებიდან, ხო არის აერში ეს ყველაფერი, ახლა ტბებიან მაგენ. ხოდა ხამეს რო შეხვალო სალოცავში გზარალოს. მარტო ერთი ადამიანი არისო, რაბი ხამესიონიდან, რომელსაც აქვს უფლება რო შევიდეს მარტო სალოცავში. ვინ არისო? შამაში. რატო და შამაში არ ითვლება ადამიანად? შამაში ითვლება ანგელოსად. აი ეს რომ მოისმენა იაკობოს ხო შვილმა? აღარ გთხოვ წასვლასაო, მეუნება დარჩაპოლა. შენი ძიება ხილა არის შამაში. მაგრამ ნეტაი შამაში თუ შამაშია. თუმართლა გამჩენებს აღურება. იმ კუთხეში ეს რაბი რომ ბრძანდება. რიბი შემუელ ელიყეზერი. მარშა. ამ კუთხეში შამაში იყო კაცი, რომელიც სასწაული შამაში იყო. არა მარტო ლოცვის გამღები, დამკეტი, სინათლეების, ყანდილების ჩამქრობი ამთვე არა. ამას სხვა რაღაცა ქონდა. თეილიმი ქონდა განაწილებული 7 და მოვიდოდა ღამის შუა ღამეს, როგორც დავით ამელეხი. უყარდა თელი ღამე, ღამის შუალიდან, ხაცოტიდან, პირველ საათიდან შემოვიდოდა ლოცვაში და თეილიმი კითხულობდა განაწილებული 7-ზე. და თავისი მითი და ქავანოტებით და ყველაფრით და სასწაულად დილამდე. მერე ჩახრიტი მოვიდოდა ლოცვილობდა ჯამათში და ამდენდა სამკლები. ხოლო ორივე მხარეზე მარჯვენა მარცხენა მხარეზე სამკლები უნდა ეთოს მლოცველები. რამის ხაზანი. ამას ყველაფერი აწყობდა და მერე დაიწყებდა ლოცვას ჯამათთან ერთად და კაცმა ეწოდა ჯამათში მოქმედება არაფერი. ისე გამჩენთან 40 წელიწადს ჯამათაზე. მაგრამ ჩაკეტილი ქონდა კარები, არაღები და კარები დილამდე. ლოცვის დრო მოვიდოდა ჯამათი. უცაღამოს თეილიმის საკითხში შეეძინა კაცს. შეეძინა და თვალი გაახილა და უყურებს ამაზი კაცი, თვალი კაცი. აჯი თავზე დამბარი. ბატონო ჩემო! თავზე ადგილზე შეძინებული კაცს. რა ვიზა? შამაშ! ბატონო ჩემო! საცხოვროსო დიდი რაბიო! რიბი შემუელ ელიყეზერიო. დიდი რაბი არ ვიციო ვინ არის მე. შამაში უნდა. ხალხო დიდი რაბი ბზანდებაო, თქვენი არ ხო ძალიან. იმაზე ლაპარაკობო, დიდი რაბი არ უწოდიო, აგერ ცხოვრობს და მიუთიტა და გავიდა ეგ ასავიდა. შამაში დავიდო. და შემოვიდა. კარები ჩაკეტილი მქონდა. მივიდა კარები ხედავს. ჩაკეტილი არის, ვერაც იყო. კარგიშდა კაცი. აი რაღაც დემენანდაო, ფიქრობს ხო? და ეკითხა გააგზინა დილაზე თეილიმი დაამთავრა თეილიმი დაიდვა როცა სანდელი დაამთავრა რაღაცა თუილედა მენანდა თუილე ოიზ მე ნუ ხამისის გამჩენა რაღაცა ამბავიდა მეორე საღამოზე ჩაეძინა კიდე თეილიმის საკითხში ბატონო შამაშო წამოხდა მეორე ხერა აბარი ხო სხვა რეგაცია და ამას ისე მაღალი არ როგორც პირველი ცოტათი მეტი დაბალი თაჯი დავზე ამსაც ქერი წვევი სასწაული პიროვნება ლამაზი ცისფერი თვალები უნება საცხოვროსო პატივცემული დიდი გაორი რადიო დიდი შემოვლელი ყეზერი შენც კითხულობა გიჟზეო
გიჟი არის თუ არაო ზოგონია თავისთავად ჭკვიანი და ის არის გიჟიო და ზოგი ვინც გიჟა ხგონიათო ის არის ნამდვილი ჭკვიანიო შენ მიმასწავლე მეო და მე ვიცი ვინ რა არის აი არის ახლა ჩაძინებული ეს ჩაძინებული ძრიგა აი ჩაიარე მარჯვენას გავიდა და შენ გავიდა ეკაციო გავიდა გამოიღვიძე ახლა წყალი შეიძლება ჩქარა ხო რა ხდება ვერ გავიგე წყვილი დებელანდა წელანდება მესამე ღამეს როცა რომას ეძინება პალევას იჭირან არ დავიძინავ ჩაძინა მაინც კაცი დადგა თავზე ყავის პარტო ახურია ზემოდან სარდელი დიდი ვებეთერა მორყული ტანაზე საცხოვროს დიდი რაბინი სოფლიო როდგამაზე ვიბი შემოენელი ესერიო ლამან შერბეთ ხარის და შემოხვედი მოკიდამასხი მე თქვენეო არ გავხსოვდი პირველ ღამეს ვიღაცა მოვიდა ახლა შემაშინაო ჩაძირებული მეორე ღამეს მოვიდა ვიღაცა კიდე შემაშინაო ხა შემოხვედი ახლა პირველ ღამეს მოვზანდაო შაულა მელეხი მეორე ღამეს მოვზანდა დავიდა მელეხი მე ვარ ილიონები შაული და დავიდის სამართალიო რაღაცა ეპიზოდში ყოველ გილგულში ბრუნდებაო რაღაცაშიო და ამ თაობაში მაგის გადამწყვეტად დანიშნესო დიდი ამ თაობის დიდი რაბიო რიბი შემოერელი გზელი და მე ვარო შუაშიო და მიმასწავლეო შენომსავ გამხელი იმ დღეს როცა ამას გამხელა ამ რაცნახში მოტოლებაო ხუთში მოგვდები იცოდე თუ აპირებ გამხილებასაო შემაგის არის მოყევიო 5 წუთი გაქვს მაგის გამხელი დროს შემდეგ სიცოცხლე მეტი არავა ხოლო იცოდეთო ეს რაბი დიდი ბრძანდება სოფიანაზე ირაგა და ამას რა დააძინე და ისი თეილინგი რა თეილინგი ელოდება ქალაქის რაბის შემოვიდა ქალაქის რაბი აკანკალებული დახტა ეშამაში ასდაფეთებული შვილო ხოში დავითხარ რაბი რაღაცა და გაგიფხირო მაგრამ მე შენ არ მინდა მარტო გითხარო შეუყარე თავი ჯამააცო ძალიან გთხოვ ხელი ჯამაათი და ეს ჩემი შვილების მინდა რომ დაესწროს ჩემი ცოლიო ყველა დაასწრო მოკლედ და დაიწყო ცოლშვილი ლაპარაკი მე ახლა რაღაცას ვიტყვიო ამის შემდეგ 5 წუთში წავალ სულ ვიბარებ იცოდეთო ლებიო მაგრამ მე გეუბნებითო მე ამცოდოს ვერავით ანუ ამ ხლაკაცი წამდება პრობაში და ვერ აფხარს შევწირამ თავსაო რო ედიდი რაბი გაიგოს ვინარი ხალხო დამან წამოდგა კაცმა და შაულა მელეხი ვნახეო დავიდი ვნახეო ყველაფერი მოყვა ინდა რო იცოდეთ სიმართლეო მოყვა შემახსრებდი თუ ძალიან სულ აუზახენ ვარშას დაგიტყვა დაუშვოთ ქალაქის რა ხო ჯამაჩი თქვენ კიო მე ვარ დაუხილა ყველაფერი და გახსი გავარდა ამ ადამიანის სახელი სოფლიოში რა ხალხი რა რაბები ბრძანდებოდი მოშერეუნება ჯამი ნეტაიო თელი ჯამაათი დამადლიანდა სიცინას არ მეკოს ერთი და ორი მადლიანდება კი თაობაში არის ელდად მეტად რა რაბები იყვნენ რაბები მაგადოსვა ილაპარაკეთო რო დაინახას იმ ვინც უნდოდა ლაპარაკი ვერ ლაპარაკობდნენ აწკლები დაიწყო ლაპარაკი ვიღიდან ლაპარაკობდნენ რა სასწაულო და არაფერი წადებოდი და აქედან მე მოდის ამბავიდან მოისმინა მოშერაბენუს სულმა ციპორამ აბიჭების წინას არ მეტყობა ელდადი და მედადის და ციპორამ და ვაი და ის ციპორამ მოშეცოლმა ასეთი ლაპარაკი ხალხი ვაი ხალხმა კი მოიგო წინას 12 ველიო ოჯახმა წააგო ქმარი და მამაო ეკითხება მირიამი ასაბარაგო დავოდა რა ჩენი ძმაც 12 ყველი გახდა ოჯახურ წყობაში აღარ არჩვიდა არ ჩვილება აღარ აქვს მამაო არც მე აღარ მეკარება როგორც სოლი ოჯახში არაფერშიო არაფერი არ აქვს და ნაღვაწლი მოვიდა
მეწოდება მათიცოლებიო წინასწარმეტყველობას კი მიაღწიენო ხალხმა კი მოიგო წინასწარმეტყველებიო სოლმა და შვილმა წააგო მამა და ქმარი ადგა მირიამა და დაიწყო ლაპარაკი ო ნაკლები წინასწარმეტყველი ვარ მეო არონი ჩემი ზანა ნაკლები არის წინასწარმეტყველიო ჩვენ ოჯახური წყობა არ მოგვიშლიაო და მოშე რასან გადავს ვატე და ბერ მირიამ მირიამა დაიწყო უნდოწერია ვატე და ბერ მირიამ მირიამა გასწა პირი აყომა სარონი არაკა ბემო შედიბერა დონაი ალო გამბანუ დიბერ ნუ თუ მარტო მოშეს ესაუბრება გამჩენიო ნუ თუ მარტო მოშე წინასწარმეტყველებს ჩვენს ვარ წინასწარმეტყველებიო არა ჩვენ ეს ამბავი არ გაკეთებიო ცხოვრებას არ მოშორდითო სხობას არ მოშორდითო კაცობრიობიდან არ გამომიყეთ თავიო არ გავფრინდით მაღლისკენაო რა ხდებაო მოშეზე ლაპარაკობენ გამჩენიო და ჩვენ თავატოლით რომ მოშესაო ჩვენ კაი ხართ წინასწარმეტყველო მაგრამ ჩვენ თუ წინასწარმეტყველო სიზმრით მოშეც ხადათ ირზე ველაპარაკებიო კაცობრიობას მარღირსები არ არის ასლა ვიზე ლაპარაკობ ამაზე მე კიდე დიდი დარაშები მაქვს მაგრამ არ მინდა ვიცი რომ ჩვენი ზუმის უნდა დავხუროთ დინადრობას უხდი მიშკას ამ ხარში ამოდგომაზე გოგონას კიდე რომელიც მიშელი რომელიც გვიდგია გვერდში ამ თქვენთან ირენა ამ ჯამბავის გაკეთებაში და მაინც ბარუხაშევ დავამატიანი ჩვენ ჯამაათი თორის გაძლიერებაში დინადრობას გიხდით ზიაიაკო ოფირ რომ აქ მაინც გალუში ვართ ახლა სხოეთში ვართ კასტენიცაში ვჯივართ ის გადაღება არ არის ის გადაღება როგორც ჩოვიდი ვარ ყოველთვის მაგრამ ჩვენ ჩვენსაც ვაკეთებთ სული და გულით რომ შევასრულეთ რომ ჯამაათ სადაც უნდა ვიყოთ ვიმჯეროთ რომ არ დავაკეთოთ ჯამაათ თავის დოზა სულიერი საჭმელი რაც რომ რამდენი ხალხი ეკავს რაბი რატო არ არის გაკეთებული რატო არ იწერება ბარუხაშევ და ღმერთმა სულ გაგაზიაროს ყველანი ამენ იხარეთ იბედნიერეთ დაგვიყენოს ყველა ბედნიერი შაბათი და ისრაელში ყოფილიყო შვიდობა ყველა მტრის დამარცხება შიგნიდურ მტრის განადგურება იმ გაგებით არა მე არა ვარ მომხრე ფიზიკური მე ხო ვიღაც ყველამისი ჩემი აზრი მხოლოდ განადგურება რომ ღმერთმა მოუაროს მაგამბა იმიტომ ადამიანები არის რომლიან და ყველაზე მეტად შვიდობა ქნას მოყვა ჩვენ ქვეყანაში რომ ძმებში იყო შვიდობა ძმებში ერთმანეთს ცოცხლად როჭამენ ცოცხლად ერთმანეთს აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და მაშინ ვენათადი შალომ ბარեց შალომ ბაყოლა როცა ისრაელში შვიდობა არის სულ შვიდობა მომს ისრაელში არეულობა რო არის არეგონოს ხებრო დამწყნარებლად იქნებიან ასეთ რაფერი დამწყნარდება და შვიდობა ქნას გამჩემა შალომი ბედნიერება და ბეთემადები კი მაშინ რო ეხე ხაიმ კულეხემ აიონ